ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს, 29300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურა კვანჭი, იარაღის განხილვა ქართულად. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. წერება კარგო ხახლა. დავანთოთ მილიტარისტული შანდალი. ვიცი. მე მოგიძანდი ბატონო ზურა, დღეს გვექნება ზღაპრების დღე. ბიჭორი. გამარჯობათ მეგობრებო. ბატონო დავით. შენი ცოდვით დავიწვი. გეუბნები ამას ამოწვავ მე. ამას დავადე მე. ხოდა ხშირად მოიქეცი რა. აი მოდი აქ დავდოთ. კიდევ ერთი ზღაპარი მოყვეთ. ესეც ცხოველებზია. და შენი ცხოველს გულისხმობ, იმენა ცხოველია კაცი. არა, კაცი ცხოველი არა. პრინციპში ადამიანი ცხოველია, შენ რო იცოდე. ადამიანი ცხოვარა პრიმატია. ცხოველებში შედის ადამიანიც. ოიჭო, ზოოლოგიური თვალსაზრისით ეგრეა. რელიგიური თვალსაზრისით ეგრე არ არის. რელიგიური თვალსაზრისით ჩვენ თიხისგან გაგვუკეთეს. ჩვენი წინა. მოკლედ რელიგიაზე არ გვინდა ლაპარაკი, მოდი პირდაპირ ზღაპარი მოყვეთ, ჰა? მოყვეთ. იყო და რა იყო რა. იყო ერთი დათვი, ერთი მგელი, ერთი მელა. სამივენი როგორ არიან? ცხოველები. ვეგეტარიანელები არიან? არცერთი რა ვეგეტარიანელი. ეხლა ნახე შენ. ვეგეტარიანელი არც ერთი არ არის, მაგრამ დათვი არის ოპორტუნისტი. ანუ შეუძლას ორივე ჭამს ბალახას და ხორცოც. შეუძლია კენკრა ჭამოს, სოკო ჭამოს, თაფლი, მარწვი, ასე შემდეგ, ტკბილეული, ბალახი შეიძლება მოძოვოს და ხორცი ჭამოს. მელასაც შეუძლია კენკრა ჭამოს, მაგრამ ძირითადად ჭამს იმას, რა ქვია, ხორცს, მაგრამ შეუძლია კენკრა შეჭამოს და რაღაცა ბალახის, მაგრამ გელი არის კაცები. სახელმწიფო ხორცის მჭამი. როგორ უნდა მივხვდი, კაცებელია თუ არა ცხოველი? შეხედე უცხო სახეობა, შენ არ გინახია, როგორ მივხვდი? თუ დაგერია ესე არა, სტოპ. ვერ ახედავს, რა დაგერია კაია, თუ უკვე პირში ჩაგიდო და გჭამს, ესე იგი გჭამს. გინდა გითხრა, ძალიან პრიმიტივი, უცხო პლანეტელიც რო მივხვდი. თუ იმალებია, ჩასწრებული. თუ თვალები წინ უხდა, ესე იყურება. მე თვალები როგორ აქვს, წინა მაქვს? ანუ როგორ იყურები ადამიანი, ხო პირდაპირ ვიყურებ. აი აქ ხო არა გაქვს თვალები ძროხასავით. ძროხას აქვს გვერდზე თვალები. ყველა ფრინველებს აკიდე გვერდზე. კაცები ფრინველებს ახლო აქვთ უფრო, წინ იყურებიან. ბუც წინ იყურება და მტაცებელია. ანუ მტაცებელი წინ იყურება და ფიქრობს რა შევჭამ. ბუნახი აი შანდალის ხელა. გაიგე? და თუ მტაცებელი არ არის, თვალები ისეა, ხო, უკანაც გაიხედოს. ამიგე რომ დიდი არეალი დაინახოს, რომ ვიღაცა არ მიეპაროს და არ შეჭამოს. ჩვენ ახლა წინ ვიყურებით მტაცებლები ვართ, მაგრამ ოპორტუნისტები ვართ. მაგრამ ბუხო? არა, სტოპ. ისის მიტრიალება შეგიძლია, მაგრამ ესე რომ ზიხარ ახო ვერ ახედავ რა ხდება, ძროხა ხედავს. არა, მტაცებელი არ არის. მტაცებელი არ არის. მტაცებელია მგელი, რომელიც ჩვენს მტაცებლები ვართ. ოღონდ ოპორტუნისტები ჩაი შეგვიძლია დავდეთ. და მანდარინი შეიძლება შევჭამოთ. მოკლედ. აი ეს სამი ცხოველი მოგროვია. და მოდი თქვენსო დაძმაკასთეთო და დავავლოდეთო და როგორ რა რატო
ცალ-ცალკე რო ვართო სუქშიაო რა, ანუ იქ ნანადირები უნდა ვიღაცამ გამორეკოს, აქ ვიღაცა უნდა დახვდეს, გამიგე? ერთად ჯგუფურად ნადირობა უფრო უპრიანი იქნებაო და შიმშილი არ შეგვაძღოთ, ვიდრე სათავთო დავდივართო და ხან ვერ შოულობთო, ხან ვერაო და მოკლედ დაძმობილდნენ. დაძმობილდნენ და გავიდნენ ახლა ნადირობა დაიწყეს რა. მოიარეს, მიიარეს რამე რომე და მთელი ერთი დღე თუ ორ დღე ვერაფერი ვერ ანახეს. ვერ ანახეს და ბოლოს შველი გამოხდა. აბა მგელმა იქიდან დაურია, ამან მელა მაქედანე შველი მთხალია და ბოლოს დათომდე მიირმენა დათმა მოარტყა ტარი და ტორი და კისერი მოუბრეხა. მოკლეს რა. მოიკიდეს ეს ნანადირევი წაიღეს და ერთი მინდორზე ხის ქვეშ მოეწყნე რა და ეს ნანადირევი შუაში დადეს. დაძმობილები ორევენ ძმაკაცები არიან. ეხლა დათვი ამათ უყურებს ზეუბნება მგელს, მიდი აბა გაყავიო. მაგრამ მგელმაც ეხლა ბატონო დათო დათო თუ დათვო? დათვო. შენო აი ეს კისერი ორბილი ხორცი რაც არის თავიო შენო, იმიტომ რომ შენ ახარო ყველაზე თავარი ყველაზე. შო და ყველაზე ღონია და რაღაცა. მე აი შუა ნაწილსო რაღაც ნაწლავებსაც და რაღაცასაც შევჭამოდა. მელასო კიდეო ფეხები მივცეთო, მაინც დაწუნცულებს ხოლმეო და ზუსტად რომ ფეხებიც ერგებაო. თან კი თანთაც ისე არ არისო და ცოტაც ეყოფაო. ამ დათმა შეხედა მგელს და გააქანა ტორი და დაარტყა. დაარტყა გადავარდა ეს კი ესე გადაგორდა რამის მოკვდა. წამოდგა ფერდები ძრის აიწვა და მოდი აქედან და ეს კრუსუნით წალასლასლა. ეხლა მოუტრიალდა მელას, ეუბნო ეხლა შენ გაყავიო. ვა. მელა ეუბნება რომ ეხლა მოდი გავყოფო რა. თავიო და წინორბილი ნაწილიც არისო, ბატონო დათვოვო შენო. და ჩვენი მეთაური ხარო. შუა ნაწილიო, ეგეც შენო, იმიტომ რომ აფხელა ხარო და ჭამა ხო გინდაო. ხო და მე ფიქრობ რომ თლაცულ ეგეც არ გეყოფაო და ის ფეხებით შენო. ვა, ბიჭო, დათვი გაიბად რა. უთხრა, ვა, შენ რა მაგარი ყოფილხარო მელა. ეგეთი კაი გაყოფა, ვინ გასწავლა? ვის მასწავლა და ჩემ წირას მაგალითი მოხდა იმანაო. გაიგე. მელა მიხდა რომ იმასო ჩემისა დაიხა. თვითონაც ზუსტად იგივე მოდის ხონეთ რომ და რა დარჩა მელას კუდი? ბიჭო, მელა ჯანმრთელობა დარჩა ბატონო დავით. გამიგე? როცა შიმშილთან ხო შეიძლება მოკვდე? შიმშილით? შეიძლება მოკვდე, მაგრამ ეს უკვე განა შეიძლება ეგრევე არ უყურს მიიღებდა. იმას მაინც ვერ შეჭამდა. ანუ რეგვენი თავის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი ვის შეცდომებზე? რეგვენი თუ ადამიანი, სანამ თვითონ ხელი არ დაეწვება, ან არაცემენ, ვერ ახვდება, რომ ეგრე არ უნდა გააკეთოს იმ მომენტში. ჭკვიანი კიდე რომ ნახავს, სხვა რაღაცა ჩაყუხელი ან რაღაც ან ცემის, იმიტომ რომ ესე მოიქცა. იქიდან დასკვნას გამოიტანს, რომ ესეც საზოგადოებაში იმის თქმა არ არის, რაც იმანად ხო და ცემეს. გამიგე? ანუ რეგვენი თავის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი სხვის შეცდომებზე. ამითი დავასრულოთ ზღაპარი, არ ვიცი ხლა რამდენად მოგესმათ. სასილოგი. დავამთავროთ იცი როგორ? ეგეთ ძველი ზღაპარი იყო. ზღაპრები ბატონო დავთ, ადამიანებს აკელთის შობილებს. არ არსებობს ზღაპარი, რომ გაგაბოროტოს, ცუდი გასწავლოს და რაღაც საიზღრობა. ყველა ზღაპარი სიკეთეს გასწავლის ან ჭკუის დამარიგებელია. ყველა ქვეყნის ზღაპრები ეგრეა, განა მარტო ქართული ზღაპრები, მაგრამ ჩვენ ახლა ქართველები ვართ. ქართული ზღაპრებიდან ავიღოთ ის რა ქვია. დავამთავროთ. არის ეგეთი გამოთქმა ქართული ზღაპრები თავდებოდა. ჭირიკა ხინია. არა, ელასა, მელასა, რახან მელაზე იყო, ჭიქა, მეკიდა, ყელასა, თქმელსაც და გამყოლებელსაც. აღარ მახსოვს. ღმერთი, წყალობდეს ყველასა, აი მომაგონდა რა, გაიგე? ამითი გამოგემშვიდობებით, ღმერთმა სულ სიკეთე მოგცეთ და სხვის მაგალითებზე გესწავლოთ, მეგობრებო. გაიგე ბატონო დავით. ამითი გამოგემშვიდობებით, კარგად ვზარდებოდ შემდეგში.